მანჩესტერის სახში ძალიან ცნობილი ფაქტი მეგონა. მარტივი იქნებოდა მეგონა. ჩვენც გვერადვილა. ოხ გავრისკოთ ხო არა იმას ვფიქრობ. ბებია ჩემი სახელი მაინც არ არის. კი. მოგესალმებით. სეტანტა სპორტ ჯორჯია წარმოგიდგენთ სპორტულ პრესინგს, რომლის გამარჯვებული სეტანტასა და სელთისგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორკაციან საგზურს მიიღებს. დღევანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პაატა ჩახვაშვილი, ჯუბა გრიგოლია და ბექა ესართია. აბა მზად ვართ მეგობრებო, დავიწყოთ თამაში. მზად ვართ. დავიწყოთ მზად ვართ. პირველი რაუნდი შეტევა. ამ რაუნდში ეკრანზე 4 სხვადასხვა სპორტი გამოჩნდება. მოთამაშეები რიგრიგობით დაბლოკავენ მათთვის არასასურველ ღონისძიებას და დარჩენილ სპორტზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ისინი რიგრიგობით ჩამოთვლიან სპორტსმენებსა თუ გუნდებს. სამი არასწორი პასუხის შემთხვევაში კი რაუნდს ეთიშებიან. ყველა სპორტსმენისა თუ გუნდის გამოცნობა ერთნაირად არ ფასობს. რაც უფრო ნაკლებ შედეგიან მოთამაშეს დაასახელებენ, უფრო მეტ ქულას მიიღებენ. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელიც ბოლო გუნდს დაბლოკავს. რაუნდს იგებს ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აიღებს და სამი სტრაიკი არ ექნება. პირველი რაუნდის თემებია. კრივში მძიმე წონაში 6 და მეტი ტიტულის დაცვა ვისაც აქვს ისეთი სპორტსმენები, 100 მეტრზე ოლიმპიადაში, ქალებში 2 და მეტი მედალი ვისაც აქვს ისეთი ქვეყნები, პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირები 140 და მეტი გოლით და ყველაზე პოპულარული e-სპორტები, ტოპ 12. პირველი ვინ დაბლოკავს? მე დავიწყებ მაშინ და მოდი ზედიზე დაცულ კრივის კამრებს დავბლოკავ. კრივი დაგვემშვიდობა. ჯუბა? რადგან ქალები არის მხოლოდ ცოტა უფრო რთულდება ეგ თემა. ჩემთვისაც და ალბათ ყველა მონაწილეებისთვის და ცოტა უფრო ხალისიანად რო დავიწყოთ თამაში, მე მაგას გამოვთიშავ 100 მეტრზე სირბილის მედალს. და ბექა მანჩესტერის ფორმით რას აირჩევ e-სპორტებს? თუ პრემიერ ლიგის 140 პლუს გოლს ისე პრემიერ ლიგას ავირჩევ. ისე ძალიან საინტერესო რამ ხდება მეგობრებო, პირველად და ალბათ უკანასკნელად ხედავთ ერთ სივრცეში გურჯაანს, იფსვიჩს და მანჩესტერ იუნაიტედს და ისინი ითამაშებენ ბომბარდირებზე 140 პლუს გოლით. სადარია. ბექა, ბოლო შენ დაბლოკე და შენ იწყებ. ხო, რა თქმა უნდა მეგობრებო, როდესაც ამ ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს, იმ დროინდელ ლისტს ვიყენებთ, შეიძლება ვიღაც ადამიანმა მერე შეახციოს ამ სიაში და ნუ დაგძრახავთ მაყურებლები. დაიწყე ბექა. კუნ აგუერო. კუნ აგუერო 184 გოლი, 5 ქულა. პაატა. ტიერი ანრი. ტიერი ანრი 175 გოლი, 7 ქულა. მოსალახი. მოსალახი 8 ქულა. ჰარი კეინი. ჰარი კეინი მეორე ადგილზეა 213 გოლით და 2 ქულა. ნუ გადაუსწრებ და შეირთო და მე ვამბობ ხო? კი. იყოს რუდვან ნისტელროი. რუდვან ნისტელროის არ აქვს 140 გოლი პრემიერ ლიგაში გადამენა. პირველი სტრაიკი. რადგან და სტრაიკტა პაატა, რაც უეჭველი იცის, იმას წავართმევ პაატას. ალან შირერი. ალან შირერი პირველზეა. გაგიკვირდებათ და და 1 ქულა. ფრენკ ლამპარდი. ფრენკ ლამპარდი 177 გოლი, 6 ქულა. აი რას ნიშნავს თერი კარიერის ერთ ქვეყანაში გატარება? მე მგონი აი 208 გოლი უნდა ქონდეს უეინ რუნის. ნამდვილად, უეინ რუნი არის 208 გოლით და 3 ქულა. მოდი სავარაუდოდ უნდა კონდეს ამ ადამიანს ამდენი გოლი, რომ არ კონდეს, არ ვინანებ, რო თქვი, დიდიე დროგბა.
დიდიე დროგბას არ აქვს ამდენი გოლი სამწუხაროდ. სტრაიკი. ენდი კოული. ენდი კოული კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ სიაში იმყოფება, მეოთხეზე არის ის და 4 ქულა. ეხა მე უნდა ვთქვა ვინმე ლივერპულელი. იყო სტივენ ჯერარდი. მეორე სტრაიკი. მოდი იყოს ჯერმეინ დეფო. ჯერმეინ დეფო არის ამ სიაში, 162 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში თავის კარიერაში და ეს 10 ქულაა. სონი. სონი სტრაიკი არის. ამ მომენტში არ აქვს. 140 კარიერის ბოლოს ალბათ ავა თუ დარჩება. მოდი მე ვიტყვი ცოტა ძველი ეპოქიდან. და ერთი წამით სანამ ვიტყვი, უნდა იცოდე რომ ორი სტრაიკი გაქვს და ამ შემთხვევაში თუ არასოდეს უპასუხებ, გამოეთიშები რაუნდს. კი ბატონო. კაი, ისევ ლივერპულელს ვიტყვი მაშინ და მაიკლ ოუენი. მაიკლ ოუენს აქვს 150 გოლი, რაც 11 ქულაა. თუ ჯერმეინ დეფო, მაშინ ამდენი გოლი რობიკინსაც უნდა კონდეს გატანილი პრემიერ ლიგაში. არა, რობიკინს არ აქვს. მეორე სტრაიკი. კი ბატონო. ამ მომენტში ესეთი მოცემულობა არის. ბეკას აქვს ერთი სტრაიკი, ჯუბას და პაატას აქვს ორი სტრაიკი, ქულებით წინ პაატა არის ამ მომენტისთვის. ეხა ბეკა შენ რომ არასწორად უპასუხო მაგალითად და ასევე შენმა ორმა კონკურენტმაც არასწორად, შენ ხარ რაუნდის გამარჯვებული. გასაგები. დვაით იორკი. სტრაიკი. მე უნდა ვთქვა არ ვიცი, სავარაუდოდ გავსტრაიკდები, მაგრამ მოდი მე ვიტყვი ისეთ კაცს ვიტყვი რა, ცოტა ისეთ საკულტოს და თუ იქნება. ერიკ კანტონა. სტრაიკი. საკულტოს და ეხა ამ მომენტისთვის ესეთი სიტუაცია, ჯუბა შენ თუ უპასუხე, გარანტირებული გაქვს. არაფერი არ გაქვს გარანტირებული. არაფერი. თუ არ უპასუხე, ბეკას აქვს გარანტირებული პირველი ადგილი და მეორეზე პაატა გადის. თუ არასწორად უპასუხე, უბრალოდ ბოლო ადგილზე გადიხარ ამ რაუნდში. 163 გოლიანი არის დარჩენილი, ხო, როგორც ხედავ, ერთი ადამიანი. 40 გოლი. წესით უნდა იყოს ეს ადამიანი და თუ არ არის არც როგორც დროგბაზე ამაზეც არ ვინანებ და წავაგო და დენის ბერკამპი. სტრაიკია დენის ბერკამპიც, რაუნდი დასრულდა. მეგობრებო, გეტყვით ფეხბურთელები, რომლებიც არ გითქვამთ. ეს არის რობი ფაულერი, ლივერპულის გახსენებაზე რატო არ გაგახსენდეთ, არ ვიცი. ლეს ფერდინანდი, ტედი შერინგები, რობინ ვან პერსი და ჯეიმი ვარდი. ვაიმე. ამ რაუნდის შემდეგ ბეკა 50 ქულა, პატა 30 ქულა, ჯუბას ჯერჯერობით არ აქვს ქულა, თუმცა ყველაფერი წინ არის. ვიწყებთ სელფის მეორე რაუნდს, ტაქტიკოსი. მეორე რაუნდი, ტაქტიკოსი. ამ რაუნდში მოთამაშეების წინაშე 5 სხვადასხვა თემა გაიხსნება. თითოეულ თემაში სხვადასხვა სირთულის 3 კითხვაა: 10, 20 და 30 ქულიანი. მოთამაშეები რიგრიგობით აირჩევენ თემას და შეკითხვას. არასწორი პასუხის შემთხვევაში მინუს ქულას არიღებენ. სხვა მოთამაშეს დასწრებაზე საშუალება აქვს შეკითხვას უპასუხონ, მაგრამ თუ მათ ვერ უპასუხეს, მინუს 10 ქულას მიიღებენ. მეგობრებო, სანამ მეორე რაუნდს დავიწყებთ, თქვენ თვითონაც იცით რა კითხვას უნდა უპასუხოთ. რატომ და რა პრინციპით დაბლოკეთ ჩემი e-სპორტი? შეცდომა იყო ალბათ პრემიერ ლიგის დატოვება რა, იმიტომ რომ საკმაოდ უცნაური უნდა იცოდეს ზეპირად დიდიე დროგბას რო არა აქვს 40 გოლი, ცოტა უცნაურია. დენის ბერკამპს რო არა აქვს, რობიკინმა პრაქტიკულად მთელი ცხოვრება გაატარა და ამიტომ ალბათ პირიქით პრემიერ ლიგა უნდა დამიბლოკა და შეცდომა იყო რა. ოლიმპიადა იმიტომ დავბლოკე, რომ ძალიან დავიწყრო და უბრალოდ ქალი ოლიმპიური ჩემპიონების სირბილში ძალიან ვიწრო არის და ალბათ. ანუ ქვეყნები როცა არის დასასახელებელი. ხო, სვათუშევს ახლა მე ეგ უფრო უნდა მეთქვა, რომ ქვეყნები შეიძლება უფრო ადვილი ყოფილიყო გასახსენებლად. ბრიტანეთი, ამერიკა, იამაიკა, ანუ ძალიან ზედა აფრიკის ქვეყნები ხო, ანუ ავტომატურად მორბენალი ქალები. კენია. არა, ასიმეტრი არის, აფრიკელი ქალები ვერ იქნებოდნენ, მაგრამ ძალიან ზედაპირული ცოდნა საკმარისი არის ჩემი აზრით, როცა ქვეყნებს გეკითხებით. ანუ უბრალოდ წარმოდგენა უნდა ქონდეთ იმ სპორტში რა ხდება.
და ბექა შენ რატო დაატოვე პრემიერ ლიგა არ გეკითხები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მანჩესტერის პრობლემებია და გასაგებია. მეორე რაუნდის თემები, მეგობრებო. სპორტსმენები კინოში, ხატვრები, ოლიმპიადის სანაკრებო რეკორდები, ინდივიდუალური რეკორდები, არა ოლიმპიური, ზოგადად ინდივიდუალური რეკორდები, ხომაგი ყველანაირი არსებობს. ბექა, შენ მოიგე წინა რაუნდი და შენ დაიწყებ selfies rounds. მოდი დავიწყოთ ხომაგი ყველანაირი არსებობს 20 გულიანი. ხომაგი ყველანაირი არსებობს 20. 2016 წლის NBA სუპერფინალის მე-6 თამაშის წინ კლივლენდის ერთ-ერთმა ხომაგმა GoFundMe გვერდი შექმნა, რომლის მიზანიც ამ კალათბურთელისთვის 10 მილიონის შეგროვება იყო, რათა არ ეთამაშა და საკუთარი გუნდისთვის ჩემპიონობაში ხელი არ შეეშალა. დღეს ეს კალათბურთელი მაიამის წევრია. ნახევრად ხუმრობით გვერდი იყო შექმნილი, მაგრამ იმდენად ცუდად თამაშობდა იმ ფინალს, რომ ტეილორ სმიტი? არასწორია ჯუბა. მე მგონი უნდა იყოს ტრისტან ტომსონი. -10 ქულა. კევინ ლავი იყო, ძალიან ცუდი სუპერფინალი ჰქონდა და ესეთი ნახევრად ხუმრობა მოიფიქრა იმ ადამიანმა. პატა. მოდი იყოს სპორტსმენები კინოში და იყოს 20 ქულიანი. სპორტსმენები კინოში 20. დიდებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ ამ კაცმა ბედი კინოში სცადა და არაერთ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა. იქნებ ელიზაბეთში ამ ფრანგის პერსონაჟი გაიხსენო, თუ არა და წელს გამოსული ჯონ უის ფილმი ჩართეთ და იქ იხილავთ. ეს კაცი არის წელს ეხლა დღეს უკვე ნახსენები ერიკ კანტონა. -20 ქულა. ჯუბ. მოდი ვითამაშოთ ხატვრები 20 ქულა. ხატვრები 20. ეს მხატვარი იმპრესიონიზმის მამაა. მისი სეხნია და თანამემამულე ფეხბურთელი კი კინშასაში დაიბადა. კარიერის საუკეთესო წლები კი ესპანეთსა და საფრანგეთში გაატარა. ეს უნდა იყოს წესით კლოდ მაკელელე. სწორია. კლოდ მონე, კლოდ მაკელელე. კი ბატონო. მოდი ინდივიდუალური რეკორდები 20. ინდივიდუალური 20. ამ ორგზის ჩემპიონს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი 397 რბოლა აქვს დაწყებული. ლუის ჰემილტონმა კიდევ 2 სეზონი უნდა იასპარეზოს, რომ პირველობა წაართვას. ფერნანდო ალონსო. -20. პატა. მოდი მე ჩემს საყვარელ ფილმებს გავყვები და იყოს სპორტსმენები კინოში 30 ქულიანი. კი ბატონო. ეს ლეგენდა სანამ NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამქულიანს ჩააგდებდა, Spike Lee-ის ფილმში დენზელ უაშინგტონის პერსონაჟის შვილის როლი შეასრულა. არ ვიცი. ხუი რამე და? არ მაქვს ვერსია, არა. ეს სამქულიანი არის სან ანტონიოს წინააღმდეგ რეი ალენის სამქულიანი, რომელმაც შემოაბრუნა ის თამაში და მოუტანა მაიამის ჩემპიონობა და კალათბურთელიც რეი ალენია, რომელმაც ახალგაზრდობაში ითამაშა დენზელ უაშინგტონის პერსონაჟის შვილი. ჯუბა. მოდი ბოლო 20 ქულიანს ავიღებ. ოლიმპიადის რეკორდები. ოლიმპიადის რეკორდები 20. როცა ოლიმპიადაზე კაცების წყალბურთს ეხება საქმე, ამ ნაკრების რეკორდი დიდხანს ხელშეუხებელი იქნება. მათ ანგარიშზე 9 ოქროს მედალია. მეორე ადგილოსნებს კი მხოლოდ 3 აქვთ. გეტყვით იმას, რომ 2008 წლის შემდეგ ოლიმპიური ოქრო არ მოუგიათ. ანუ ამ ნაკრებს 2008-ის მერე არ მოუგია, მაგრამ მაინც ძალიან წინ არის ოქროს მედლებით. სერბეთი? არასწორი არის. სწორი პასუხია უნგრეთი. უნგრეთია ხო არ დავაჭირებს. სერბეთი იგებს ახლა ბოლო ორ ოლიმპიადას. უნგრეთი იგებდა ძალიან და აღარ რატო არ დავაჭირე. ბექა. მოდი ინდივიდუალური რეკორდები 30. 517 წუთი. სოფლიო ჩემპიონატზე ეს დრო დასჭირდა მეტოქის ფეხბურთელებს ამ მეკარისთვის გოლი გაეტანათ. ეს ამბავი 1990 წელს მოხდა და მას შემდეგ ურყევი რეკორდია. პირველი გოლი მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა. დამასწარი. დაასახელე ბექა ეს მეკარე. დინო ძოფის მეტი არ მომდის. დინო ძოფი არა სწორი პასუხი. ძალიან გვიანა.
პალიუკა უნდა იყოს რა. არა. შენ ვეღარ უპასუხე. არ შეიძლება, მაგრამ ხვდებით რომ მესამე მეკარე არის დარჩენილი იმ ეპოქის ვალტერ დაახლოებით ძენგა. და ვალტერ ძენგა არის, ძენგა. რომელსაც ნახევარფინალში გაუშვა. ბიჭო. ვალტერს კი უნდა ეპასუხა ვალტერი. პატა. კაი, ამოვწუროთ ეს სპორტსმენები კინოში. სპორტსმენები კინოში წურვა ბოლომდე. აბა მიდი. ძმების საფთიების ფილმში ეს კალათბურთელი საკუთარ თავს თამაშობს. თავარი გმირი გემბლერია, რომელსაც ბოსტონის ამ ძიმე ფორვარდის იმედი აქვს და მთელ ფულს მის თამაშზე დებს. ეს არის ადამ სენდლერის ფილმი როა და ერთ-ერთი საუკეთესო როლი. ბევრი დრო დამჭირდება ეხა ფიქრისთვის, ამიტომ უცებ ვიტყვი, მე მგონი არის კევინ გარნეტი. პლუს 10 კულა. გარნეტი არის ნამდვილად და ნამდვილად ადამ სენდლერის საუკეთესო ხო, როლია. კიდულობს იმას კი. პოლ ტომას ანდერსონის დრანგ ფანჩ ლავის შემდეგ. ჯუბა, ინდივიდუალური რეკორდები 10. ინდივიდუალური 10. მას შემდეგ, რაც NBA-ში სლემდანკების დათვლა დაიწყეს, ერთ სეზონში ამ კალათბურთელზე მეტი ჩატენვა არავის შეუსრულებია. 2018-19 წლებში ამ ფრანგმა 308 დანკი შეასრულა. რუდი გობერი? რუდი გობერი, რა თქმა უნდა. ამ მარტო ჩატენვით აგდებს ეს ადამიანი ბურთს, იყო ეგეთი ხუმრობა ერთი პერიოდი. ნოდი კომაგი ყველანაირი არსებობს 30. კომაგი ყველანაირი არსებობს 30. 142.2 დეციბელი. ესაა სპორტულ თამაშებზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ხმაურის მაჩვენებელი. სტადიონს გულისხმობ. NFL-ის ამ გუნდის სტადიონის კონსტრუქცია ისეა აწყობილი, რომ ხმაური ისარივით ცენტრში ეშვება. ამაზე დიდი ხმაური სპორტის ისტორიაში არც ერთ ღონისძიებაზე არ დაფიქსირებულა. ის არის იყო მინიშნება, Arrowhead არის კანზას სიტის სტადიონი და კანზას სიტის ჩიფსის თამაშზე მოხდა ეს ყველაფერი. ატლანტა ფელკონსის რეკორდი მოხსნეს სხვათა შორის მეგობრებო. მაინც რო იცოდეთ. პატა. მხატვრები იყოს აბა 10 ქულიანი. ეს მხატვარი ყველაზე ცნობილი ანტისაომარი ტილოს ავტორია, რომელიც ფაშისტების მიერ ბასკეთში ერთ-ერთი ქალაქის დაბომბვის შემდეგ შექმნა. მისი სეხნია ფეხბურთელი კი 2022 წლის მსოფლიოზე კოსტა-რიკას დაბომბვის ერთ-ერთი შემოქმედი და ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავია. პაბლო პიკასოს გერნიკაზე იყო საუბარი, როგორც მივხვდით და ეს პაბლოც მოიცა ვინ უნდა თქვა? ეს პაბლო უნდა თქვა. ნამდვილი სახელი პაბლო ქვია ფეხბურთელს. აჰა, და გვარი? ფეხბურთელს რა ქვია? ფეხბურთელი უნდა დამისახელო. მოიცა ვერ მივხვდი კაცო. ფეხბურთელი უნდა თქვა, რომელზეც საუბარი არის. მისი სეხნია. დრო. პაბლო მინ გაუტანა გოლები კაცო კოსტა-რიკას. რეალსურში. მეორე ჯუბამ დააჭირა, ჯუბა უნდა თქვას უკვე თუ პატარა. კაი, უბასუხოს ჯუბამ. კაი, ჯუბა. რუც გავი? გავია, გავის ნამდვილი სახელია პაბლო მარტინეს პაეს გავირა. გავიზე იყო მეგობარი. გავია უთყდა. შენიერი სახელი ქვია პაბლო. ჯუბა. კომაგი 10. კომაგი 10. ბოლო ტური, ეს გუნდი ბოლო საშინაო შეხვედრას იგებს. მათი მთავარი კონკურენტი კი 90 წუთის შემდეგ პარალელურ მატჩში მარცხდება. კომაგები სტადიონზე შეცვიდნენ და ყველა ერთად ჩემპიონობას აღნიშნავს. ამ დროს კი მეტოქე გუნდს გოლი გააქვს და ასე იბადება ამბავი 4 წუთის ჩემპიონებზე. და უნდა დავასახელო ეს გუნდი? ეს გუნდი, კი, 4 წუთის ჩემპიონები ეგრეთ წოდებული. რომელიც ზეიმობდა? კი, კი. მანჩესტერი? არა, ბექა იყო, ხო მეორე? კი. ბექა? სიტი იყო ეგ. არა. ვერცეთ მოგებარსხოთ რეალურად მეგობრებო ეს გუნდი არის შალკე. შალკე ბაიერნის საჩემპიონო პაიკრობა იყო, სადაც შალკეს კომაგები შეცვლიდნენ მოედანზე, აღნიშნეს და 4 წუთის ჩემპიონებს ეძახიან მას შემდეგ შალკეს. ისინი ელოდებოდნენ პროსტა და იმათ მართლა იზეი. თამაში დამთავრდა შალკეში. არა, ნუ მანჩესტერი სანდერლენდთან გასვლაზე იყო თან და სახში ითამაშეს. 4 წუთის ჩემპიონებს სიტი მითამაშა. 4 წუთის ჩემპიონებს ამათ უწოდებენ. თან სახში არ იყო მანჩესტერი. მანჩესტერის სახში მე ძალიან ცნობილი ფაქტი მეგონა, წოხვა. მარტივი იქნებოდა მეგონა. ჩვენც გვერდვილა.
ვინ ირჩევს? ბექა. ეხა იჩევს ბექა, რომელმაც -10 ქულა აიღო წინა შეკითხვაზე და აბა ბექამ ხატრები 30. ხატრები 30. ეს ჰოლანდიელი მხატვარი აბსტრაქტული არტის პიონერია. მისი თანამემამულე კი ტოტალური ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი მონაწილე. მარცხენა ფლანგზე შეუჩერებელი ძალა და იოჰან კრუიფის უმთავრესი დასაყრდენი. რუდ კროლიანი? არა, იოჰან ესკენსი. არა, მეგობრებო, პიტ კეიზერზე იყო საუბარი. პიტ კეიზერი იყო მარცხენა ფლანგზე, ვინც ტოტალური ფეხბურთის იმ მანქანაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. და დაგვრჩა კიდე წინ არის კიდე შეკითხვები შესაბამისად პატა არჩიემ. მოდი ორი შეკითხვა. იყოს აი ოლიმპიადის სანაკრებო რეკორდების 10 ქულა. დღეს არსებულ ქვეყნებში ოლიმპიადაზე ამ ქვეყნის ქალებისა და კაცების გუნდს ჯამურად ყველაზე მეჯერ 5-ჯერ აქვთ მოგებული. თან ამ რეკორდს ისე ფლობენ, რომ ბოლო ორ ოლიმპიადაზე ოქრო არ მოუგიათ. დაასახელეთ ეს ფრენბურთის ნაკრები. წესით ჩემი აზრით უნდა იყოს გერმანია. ეს გუნდი არის ბრაზილია, მეგობრებო. და ბოლო შეკითხვა, ეს არის ოლიმპიადა სანაკრებო რეკორდები 30. ოლიმპიადაზე კაცების ხელბურთის ფინალში ერთ კარში რეკორდული რაოდენობის გოლი ფინალში წელს გავიდა. ამ გუნდმა გერმანიას 39 ბურთი გაუტანა და ბოლო სამ ოლიმპიადაზე მეორე ოქრო მოიგო. რადგან არც ერთმა არ დააჭირა ხომაღლა ვიმსჯელებ. ანუ ორი ვარიანტია სულ. მე შეიძლება დააჭირონ და შეიძლება? ხო. აი მაშინ დიდი დავაჭი. ჯუბა? დანია. სწორია, დანია მოუგო ან დანია იყო ან ნორვეგია, უბრალოდ მეთქი ლამაზად ვიმსჯელებ თქონდა. პლუს 30. ამ მომენტში ბეკას აქვს 60 ქულა, პატას აქვს 60 ქულა, ჯუბას 40 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუბამ უნდა აირჩიოს ვისთან ერთად ითამაშებს რაუნდს 2-1-ზე. მესამე რაუნდი 2-1-ის წინააღმდეგ. ამ რაუნდში პირველ ადგილოსან მოთამაშეს მეორე და მესამე ადგილები ერთად დაუპირისპირდებიან. ეკრანზე გამოჩნდება სამი თემა და პირველ ადგილოსანი აირჩევს, რომელ თემაზე სურს დუეტთან დაპირისპირება. თამაში დასწრებაზეა. თუ რომელიმე მხარემ სწორად უპასუხა 10, არასწორი პასუხი კი -10 ქულაა. 10 კითხვის შემდეგ მოთამაშეების აღებული ქულები ჯამურ მონაგარს დაემატება. მეგობრებო, დიახ. მესამე რაუნდის თემებია: დიდწვერა ხალხი, დიდი ბრიტანეთი, პერფექციონიზმი სპორტში. ბექა რომელს აირჩევ? ავიღოთ დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი, კი ბატონო. პრემიერ ლიგა ბრიტანეთი. ამისერე მანჩესტერზე უნდა იყოს მათი კითხვა. შენ თვითონ დაუთმე და. აუ აქ ბოდიში ის გითხარით რა დასწრებაზეა, ხო? დასწრებაზეა. უბრალოდ ჩვენდან ვინც ასწრებს. ჩვენ შეგვიძლია მე მინუსია. ოღონდ -10 არასწორად თუ უპასუხე. ხო, ანუ 10-ზეა მინუსია პლუსი, ოკეი. დავიწყეთ. დიდი ბრიტანეთი 10 შეკითხვა, პირველი შეკითხვა. 2003 წელს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში ამ გუნდს არეკნი გაუტანა და ისტორიაში პირველად სოფლიო ჩემპიონი ვილკინსონმა გაუტანა ავსტრალიას. ხო? პლუს 10 ქულა. ხო, ავსტრალიას. ავსტრალიას მოქმედ ჩემპიონს მოუგეს. კი, გუნდს გეკითხებოდით ავსტრალია საკმარისია. მეორე ამ კაცს ინგლისის ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს აქვს მოგებული. ამასთან ერთად სელტიკთან ერთად ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა. ენდალგრიში. პლუს 10 ქულა. სნუკერის ეს მოთამაშე 21 წლის და 106 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს შოტლანდიელი სპორტსმენი სცენაზე 80-იან წლებში გამოჩნდა და საუკუნის დადგომამდე არაერთი რეკორდი მოხსნა. ჰიგინსი. -10 ქულა. 90-იან წლებში მსოფლიო 7-ჯერ მოიგო და რონი ოსალივანის გამოჩენამდე ეს შედეგი არავის გაუმეორებია. ეს ადამიანი არის ლეგენდარული სტივენ ჰენდრი, მეგობრებო. არა, მეც სალივანი და ჰიგინსის მეტი არავინ არ ვიცი. არა სელბიც. მეოთხე. ლუკ ლიტლერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ამ სპორტის დარტში. ანუ მე დამელოდეთ ხოლმე, მაგრამ
რო ვთქვა, ვინ იყო? პირველი იყო ბექა და დარცი სწორია. ყველაზე ახალგაზრდა გახდა მანჩესტერის ფანია სხვათა შორის. არ ვიცოდი. ანახან არ გაუმართლა ანუ შენსავით მაგას. შემდეგი. ამ კაცს დევიდ ფინჩერის ფილმში ბრედ პიტის პერსონაჟთან გვარის მეტი საერთო არაფერი აქვს. 2009 წელს ბრაუნთან ერთად ფორმულა 1-ის ჩემპიონი გახდა. პატა? ჯენსონ ბატონი. ჯენსონ ბატონი, ბენჯამინ ბატონი, ჯენსონ ბატონი. ყვარებიათ ბრიტანეთი. მეექვსე. 2016 წელს ამ მებრძოლმა ლუკ როკჰოლდი დაანოკაუტა და 10 წლიანი მცდელობის შემდეგ UFC-ს ქამარს დაეუფლა. იმავე წელს ჩემპიონის ტიტული დენ ჰენდერსონთან დაიცვა. კვიპროსში დაბადებულმა ბრიტანელმა ქამრის შემდეგ დაპირისპირებაში ეს უნდა იყოს მაიკ ბისპინგი. პლუს 10 ქულა. სემპიერთან წააგო შემდეგ. ჟორჟ სემპიერი გამიგია. შემდეგი. ისპინგი ამერიკელი არ არის. პირველი ბრიტანელი ჩემპიონია UFC. შემდეგი. გრძელ დისტანციაზე სირბილში ამ კაც ბრიტანეთში ვერავინ, სოფიოში კი ძალიან ცოტა ვინმე თუ შეედრება. ეს უნდა იყოს მოფარა. პლუს 10 ქულა მოფარა. ვარ ბოლოზე ვერ ხვდები გუსტ. მერვე. ეს უელსელი 1958 წლის მსოფლიოზე უელსის მეოთხედფინალში გასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო. რომ არა მის წინააღმდეგ მცველების სასტიკი უხეშობა და ტრავმა, ვინ იცის იქნებ უელსი უფრო წინაც გასულიყო. იყო დრო მისი ლიდსიდან იუვენტუსში გადასვლა ყველაზე ძვირადღირებული წინ ვართ და გავრისყავ ჯონ ჩარლზი მგონია. ჯონ ჩარლზი, სწორია, პლუს 10 ქულა. ამ კაცმა ბრიტანელების 77 წლიანი მშრალი სერია დაასრულა და ეს უნდა იყოს ენდი მარი უიმბლდონზე. ენდი მარია ნამდვილად 10 ქულა. და ბოლო შეკითხვა მეგობრებო. ამ ჩრდილოეთ ირლანდიელმა მცველმა სეტანტასთან ინტერვიუში განაცხადა. ჯონი ევანსი. ჯონი ევანსი. აკაი. პლუს 10 ქულა. მადლობა რომ მანჩესტერი. რამე მანჩესტერზე ჩააგდო. ამ რაუნდში ჯუბამ და პატამ გაბროილა 60 ქულა აიღეს გადაგიყვანა პირველზე, რა გიყომეთ. და ბექამ აიღო 20 ქულა მეგობრებო. რაც იმას ნიშნავს, რომ 3 რაუნდის შემდეგ 120 ქულა აქვს პატას, ჯუბას აქვს 100 ქულა, ბექას აქვს 80 ქულა და ვიწყებთ მეოთხე რაუნდი, ბოლო თავი. ამ რაუნდში კითხვაზე პასუხი დასწრებაზეა. არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვა მოთამაშეებს აქვთ ქულის აღების შანსი. ამ რაუნდს კონკრეტული თემა არ აქვს. 10 განსხვავებული შეკითხვა და თითოეულ კითხვაზე 5 მინიშნება იქნება. პირველ მინიშნებაზე გამოცნობა 50 ქულა. არასწორი პასუხი კი -10 ქულაა. მეორე მინიშნებაზე გამოცნობა 40 ქულა. არასწორი პასუხი კი -20 ქულაა. მესამე მინიშნებაზე 30 -30, მეოთხეზე 20 -40, მეხუთეზე კი 10 -50 ქულაა. ბოლო თავი, მეოთხე რაუნდი, პატა 120 ქულა, ჯუბა 100, ბექა კი 80 ქულა. ნახოთ მეგობრებო, ვინ შეძლებს და გადავა ფინალურ თამაშში, წინ გველოდება 10 შეკითხვა, ჯამურად გასათამაშებელი 500 ქულა. როგორც პლუსი, ასევე მინუსი. დავიწყეთ. პირველი სპორტსმენი, პირველი მინიშნება. აუთკასტს ბოდიში რომ ქართული სახელის მქონე ამერიკელი პერსონაჟისთვის მოეხადა. მეორე მინიშნება. NFL-ის ისტორიაში ერთადერთი quarterback-ი, რომელსაც 4 და მეტი თამაში აქვს, მეპასის იდეალური რეიტინგით. სპეციალური რეიტინგი არსებობს და იდეალური რეიტინგი მხოლოდ მას აქვს 4-ჯერ დაფიქსირებული და მეტჯერ. მესამე 2019 და 2023 წლების რეგულარული სეზონის ჯუბა. პატრიკ მაჰოუმსი -30 ქულა. სეზონის MVP. მეოთხე. საუკეთესო რაშერი quarterback-ი. ვაიმე რა უპასუხე. და ბოლოს. ბალტიმორის უმთავრესი ვარსკვლავი. ბებია ჩემის სახელი მაინც არ ერთვის. კი, ბებია შენს არ ვიცი ექვია თუ არა, მაგრამ ბებიების სახელი ქვია ზოგადად. ჯექსონია ვინმე? ლამარ ჯექსონი. ლამარ ჯექსონი, პირველზე მივხვდი ჯექსონი, მაგრამ არ ვიცი. ლამარ ჯექსონი უნდა მეთქვა და პატრიკ მაჰოუმსი ვთქვი, რატო არ ვიცი. არა, აუთკასტი ეგრევე მივხვდი, I'm sorry Miss Jackson იყო, მაგრამ კი. ჯექსონი ვინ არის NFL-ში წარმოდგენა არა მაქვს. აი დაახლოებით ფეხბურთში ანუ ეგ უნდა მეთქვა და ანუ
როგორ ამერია იცი? ჩავი და ინიესტა რო აგერიოს ეგრე ამერია უბრალოდ. აი, კევინ მე დე ბრუინს და ჰალანდს რო ერთმანეთი ბარსას დაამატო. ფანმა ის არ ვიცი, გავისრო პაბლო შემდეგი. რკმევია. შემდეგი, ოკეი, ავამი. პირველი მინიშნება. კონფედერაციის თასის ფინალში პრესტიჟის გოლი ბრაზილიის კარში. მეორე მინიშნება. საუკუნის დასაწყისში ესპანეთის ორგზის ჩემპიონი. თავისთავად მეგობრებო ფეხბურთზე არის კითხვა, იმედია ხვდებით. მესამე. ესეც პაბლოა მგონი აიმარი. +40 ქულა. პირველი მინიშნება. არგენტინული საცეკვაო შოუ ბაილანდოს 2016 წლის გამოშვების მონაწილე მოკრივე. პატარა მინიშნებას მოგცეთ მეგობრებო, რომ არგენტინასთან კავშირი ამ კაცს არ აქვს. ამერიკელია. მეორე მინიშნება. ამერიკელი, რომელიც ლენოქს ლუის ორჯერ ებრძოლა და ორივეჯერ დამარცხდა. ჯუბა? იმედია ეს არის მაიკ ტაისონ. -20 ქულა. ერთხელ იბრძოლა ტაისონმა. ლუისთან. მესამე. წმინდა მინდვრები ალაბამადან. მეოთხე. ერთადერთი ვინც მსოფლიო ჩემპიონის ქამარი 4-ჯერ მოიგო. და მეხუთე. ყურზე ახლა ეცინება, მაგრამ 1997 წელს სინწრის სრემლების დიოდა. ჰოლიფილდია. კი. ჰოლიფილდ არის წმინდა მინდორი, მეგობრებო, პირდაპირ რო თარგმნით. სეინტფილდი, ჰოლიფილდი, ვაი. თი. 10 ქულა იყო. შემდეგი. ამ ბავშვს უფრთხილდით ყოველი თვის 13 რიცხვში, რომელიც პარასკევია. მეორე მინიშნება. NBA-ის საიუბილეო 75 გუნდის ერთ-ერთი გამთამაშებელი. 75 წლის თავზე გუნდი გააკეთეს და იქ მოხვდა. გამთამაშებელი. მესამე. 2011 წლის უმთავრესი მოულოდნელობა სუპერფინალში და NBA-ის ჩემპიონობა. მგონი მივხვდი, მაგრამ ჯეისონ კიდია. ჯეისონ კიდი არის, კიდ ბავშვი არის და ჯეისონი ჯეისონი პერსონაჟი კიდე არის ვუხის. ჰორორის. ნამდვილად. ჯეისონ კიდი +30. შემდეგი, პირველი. საბჭოთა კავშირის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი კაცი. ბეკამ? მეტრეველი. სწორი, ალექსანდრე მეტრეველი. შემდეგი. ქალაქ ლიონში ჟორჟის გარდა ეს ქართველი ფულბეკიც თამაშობს. აუ. ჯუბა? ნინიაშვილი? დავით ნინიაშვილი +50. სადღაც რაგბიც უნდა ჩამესვე და. სწორედ რომ დროული. კიდე 5 შეკითხვაა მეგობრებო წინ. საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველას გაქვს შანსი. ჯერა რომ მაგდენი არითმეტიკა ყველა მოიცით. პირველი მინიშნება. ესპანური სიმღერის ქართული თარგმანი. ძალიან ღირსეული კაცი ვარ და საუკეთესო რამეები მიყვარს. ანუ ეს არის რაღაც სიმღერის ქართული თარგმანი. ილია თოფურია. ბრავო, ილია თოფურია არის იმ დესპერადოს სიმღერის სიმღერა. მეორე მინიშნება ესპანურად იყო ეს მოცემულობა. 50 ქულა, ჯუბა. შემდეგი. იამაიკაში დაბადებული ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. მეორე. არაერთი კრიტიკოსის აზრით უდიდესი ცაცია ინგლისელი. ცაცია მინიშნება არ გეგონოთ, მართლა მარცხენა ფეხით თამაშობდა. გავრისკო? მესამე მინიშნება. ევერტონის წინააღმდეგ მატჩი და მისკენ ნასროლი ბანანი. აუხ გავრისკო თუ არა იმას ვფიქრობ. მეოთხე მინიშნება. გადავიცი მაგ. შემტევი, რომელიც მილიონობით ფერადკანიანი ადამიანისთვის ინსპირაციად იქცა.
აქ უფრო ძალიან გავმინუსდები, ხო? ეხლა რო დააჭირო -40-ია და მეხუთე მინიშნებას, რომელსაც ეხლა ვიტყვი, მე თუ არასწორად უპასუხებ -50. მეხუთე მინიშნება. მეორეზევე მინდოდა დაჭერი. მეხუთე მინიშნება. ერთ-ერთი უდიდესი ლივერპულელი. ჯონ ბარნს. ჯონ ბარსია, რა თქმა უნდა. ძალიან ცნობილი ფოტო არის ევერტონთან რომ ბანანი ესროლეს და მაგას არა, ნუ მანამდე ციამაიკაში დაბადებული და ცაცია და უბრალოდ ის არის ქულები ისე იყო, რომ ცოტა მინუსისა რო გეშინია კაცს ეგ და ორი კითხვა გვაქვს წინ? არა, ორი კითხვა გვაქვს წინ. თუ თანაბარი იქნება ქულები, რა თქმა უნდა დამატებით შეკითხვას კიდე დავსვათ. ვავნახოთ. პირველი მინიშნება. კაცი, რომელსაც ბრიუს ბოუენი წლების მანძილზე სცემდა. მეორე მინიშნება. შურიზიება სან ანტონიოზე და ცალი თვალით მოგებული სერია. მესამე მინიშნება. 7 წამი და ნაკლების გამწევი ძალა. მეოთხე. ცუდად დაწყებული კარიერა და ფენიქსივით აღდგომა. და ბოლო მინიშნება. ჯუბა შენ აჭერე. იმედია ეს არის სტივნეში. სტივნეში არის. 20 ქულა, მეგობრებო, ბოლო კითხვის წინ არის 170-ით, 170. და ჯონ ბარნს. ნახოთ ბოლო შეკითხვას ვინ უპასუხებს. პირველი მინიშნება. თეატრალური ჭიდაობიდან ნამდვილ ოქტაგონამდე. მეორე მინიშნება. კაცი, რომელიც Undertaker-ს ეჭიდავებოდა, რენდი კუტურმა გათიშა. ეს უნდა იყოს ბროკ ლესნარი. როგორ? ბროკ ლესნარი. ბროკ ლესნარი სწორი პასუხია და გილოცავ ჯუბა ფინალში გადასვლას. ბრავო მეგობრებო, სუპერ დაძაბული თამაში იყო, ძალიან კაი თამაში გამოვიდა. თქვენ გამიზიარეთ თქვენი ემოციები. რაღაცა მომენტში უკვე მეგონა რომ რაღაცა მომენტი იყო რომ 50 ქულაზე ჩამოვედი და 120 თუ მეტი ქულით მისწრებდნენ და მეგონა რომ განწერული ვიყავი, მაგრამ მაგარი თამაშია, მადლობა სეტანტას. და რავი, ძალიან საინტერესო იყო და ეს ტური ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გასართობი თამაშებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ტურია, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი აზროვნება გიწევს რა, აი ხა. ცოტა შევშინდი მინუსების მერე, მაგრამ რაღაცნაირად გამოცდილებასაც ვიღებ და დესპერადომ ვიშველა. კი, მინიაშულმა და თოფური დამოღუპა. ბეკა. რა სიტყვი? ძალიან დაძაბული ვარ და აი შემეძლო აი დამასრო ილია თოფურია დესპერადოზე შეიძლებოდა ეგრე 50 ქულის აღება და თითქმის ბოლომდე მიყვანა საქმის, მაგრამ რა გაიწყობა, ძალიან დაძაბული იყო და ძალიან სასიამოვნო ფინალი იყო ამ თამაშის. პატა, შენ ალბათ ბარნსზე წდება გული არა? კი. იმიტომ რომ მაგრამ თანაბად იქნებოდით ალბათ. არა. გამარჯვებული ისეთი ყავს დღეს რომ ნამდვილად დაიმსახურა და ასე რომ გული არ ამწყდება. მადლობა მეგობრებო. ჯუბა, ჩვენ გეშევხვდებით ფინალში. გაიაქტიურე 16 გიგაბაიტი მხოლოდ 15 ლარად. სხვა ინტერნეტ პაკეტების სანახავად შემოდი MySelfie აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე selfie.gr